საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა მონაწილეობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებში მიიღეს. 8 აგვისტოს მათ რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად სოფელ დაბაში ტყის აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები მოინახულეს. ამ დროისათვის უკვე დარგულია 17500 ძირის სხვადასხვა სახეობის ხის ნერგი. 60 ჰექტარ ფართობზე გაწმენდითი და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ხეების დარგვა კი ბორჯომში მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელდება. ამისათვის 30 ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შესაბამისი მომზადება გაიარა და ტყის აღდგენის სამუშაოებზე დასაქმდა. უწყების ინფორმაციით 2008 წლის ომმა ზარალი მიაყენა როგორც ბორჯომის ხეობის უნიკალურ ეკოსისტემას, ასევე ადგილობრივ სოფლებს. ტყე სრულად ან ნაწილობრივ განადგურდა 950 ჰექტარზე. 2013 წელს 16,3 ჰექტარზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ფინეთის მთავრობის დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. ამ მომენტისათვის 17 ჰექტარი აღდგენილი არის, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ასევე საქართველოს მთავრობის კონტრიბუციით დაახლოებით 60 ჰექტარამდე ტყის მასივი აღდგება და მომავალშიც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ადგილას მთლიანად გავასუფთავებთ და ჩავატარებთ ტყის აღდგენის სამუშაოებს. აღდგენილია ნაწილი 16 ჰექტარი ფართობი, ნაწილი 60 ჰექტარს ვაწარმოებთ ახლა აღდგენას, გაწმენდითი სამუშაოები მიდის. ამ გაწმენდითი სამუშაოების აღსაქმებულია 30 კაცი, რომელიც არის ჩვენი სოფლელი მკვიდრი. ოჯახებს შემოსავალი აქვთ ამ სამუშაოების შედეგად.